მოგესალმებით, თქვენ უყურებთ რუბრიკას ერთი დღე მონასტერში, მე ირაკლი ალფაიძე ვარ და როგორც უკვე იცით, ჩვენ მოგზაურობთ სხვადასხვა მონასტრებში საზოგადოებისათვის ნაცნობ ადამიანებთან ერთად. დღეს ჩვენ შიომ ღვიმელის მონასტერს ვეწვიეთ და როგორც იცით, აქ მონასტრული ცხოვრება მე-6 საუკუნიდან იღებს სათავეს. ხოლო გადაცემაში სტუმრად მოვიწვიეთ ანსამბლი ქართველო, ესეთი კარგი ქართველი ბიჭები, მოგესალმებით ბიჭებო, როგორ ხართ? ქრისტე აღსდგა. ჭეშმარიტად აღსდგა. მზად ხართ, რომ მონასტერში მიმდინარე სამუშაოებში ჩაებათ და იგალობოთ ტაძარში და მონასტრის წინამძღვრის კურთხევა რაც იქნება ყველაფერში მოგეთ ჩავებათ და შეძლებს დაგვართ, შევსდებით, მორჩილებით. ემსახურეთ მონასტერს და წინამძღვრის კურთხევას. კი ბატონო. კარგით, მაშინ ავიდეთ ტაძარში, მოვილოცოთ, ვიგალობოთ და შემდეგ თუ რაიმე სამუშაო იქნება შესასრულებელი, აუცილებლად დავეხმაროთ მამებს. ავიდეთ. წავედით. მოკლედ მოვილოცეთ ტაძარი, იგალობეთ შესანიშნავად. მამებს არაფერი საქმე არ ქონდათ ისეთი გასაკეთებელი სამუშაო, თორე აუცილებლად დაგავალებდნენ, მოკლედ. კი ბატონო და საღამოსკენ მიდის უკვე დღევანდელი დღე და ჩვენ ვმყოფებით უდიდესი წმინდა მამის შიომ ღვიმელის საფლავთან. აი ამ საფლავს და ამ ადგილს ძალიან ბევრი და დიდი სასწაული უკავშირდება. როგორია განწყობილება დღევანდელი დღის? მე პირველად ვარ აქ მოსული და აღთვალანებული ვარ ძალიან და რავი, დიდი მადლით სახლში ვარ მოკლედ რა. კარგით. ძალიან კარგი ბიჭებო, ანსამბლის შესახებ მინდა გკითხოთ, რამდენი ხანია რაც ანსამბლი არსებობს? ჩვენი ანსამბლი ქართველო არსებობს 4 წელი არის, მე 4 წელი არის უკვე ტექნიკურ უნივერსიტეტში შევიკვლიეთ, ჩამოყალიბდით იქ და ჩავიდეთ თან საფლავთან მივიდეთ. ვიცი, სხვადასხვა ტაძარში გალობთ თბილისში, თუმცა ერთადაც ხა მოგისმინეთ არაჩვეულებრივად გამოგდით და ხომ არ გეგმავთ რომ ერთად? რატომაც არა. აგერ ჩვენი გიორგი სუხიშვილი არის რეგენტი, ჩვენ გალობთ აქედან ანსამბლიდან 3 კაცი გალობთ ნათლისხების მონასტერში ავჭალაში. აგერ ჩვენი ბეჟანიც რუსთავში ცხოვრობს და იქ თავის სახლის გვერდზე ეკლესია 13 ასული მამის სახელობის არის, ხო? ბეჟან. 13 ასული და ერთ-ერთი მამა შიომ ღვიმელის კი ბატონო. ერთობლივად ვაპირებთ ახლა ჩვენ გავაკეთოთ გალობები, შევისწავლოთ და შემდეგ დიდი სურვილი არის რომ სადმე ეკლესიაში დავდგეთ და ვიგალობოთ ყველამ ერთად ანსამბლმა ქართველმა.
ძალიან დიდი მადლობა რომ იყავით ჩვენთან ერთად და გისურვებთ წარმატებებს. გისურვებთ ბევრ მსმენელს, ბევრ მაყურებელს. მე ჩვენს მაყურებელს შევახსენებ რომ ჩვენი გადაცემის სტუმრები გახლდნენ ანსამბლი ქართველო. მე მომავალ კვირამდე საუკეთესო სურვილებთ გემშვიდობებით. მადლობთ ყურადღებისთვის.